სტალინის სახელობის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივების პროტესტის მიზეზი ჯორჯიან ამერიკან ელოისის საქმიანობა გახდა. კომპანია მადნის მოპოვების მიზნით საკუთარი მძიმე ტექნიკის საშუალებით ჩაჩანიძეების უმნისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე მონაკვეთი გადათხარა. როგორათაც შეიძლება უკეთესად იყოს ის ვარიანტი შევიმუშაოთ. ამ წუთში გავაჩერებთ ამას, თქვენთან ერთად შევიმუშაოთ რა იქნება გასაკეთებელი და მის შემდეგ გაგრძელდება მუშაობა. როგორც მოდებაძეები დაასახლეთ იქითკენ და დაასახლდნენ ლამაზად ხოხები რო ქონდა და დვარეცები აქვთ ახლა. აი ესე აგვიშენეთ ბატონო, მე თავის სახლი არა, თავის ეზოი არა, არავითარი აშენება, რას ლაპარაკო, მე სასწო აშენებ, მე მოვესწრები, ჩემი სახლი დამიყენო ლაბარსარი, არ დევინახო კაცებს შევშავ. საავტომობილო გზაზე მადნის ამოღება კომპანიამ გუშინ დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ეს უმოკლესი გზა, რომლის საშუალებითაც ისინი მუნიციპალიტეტის ცენტრს უკავშირდებიან. პირველ რიგში საერთო სიტუაციიდან გამომდინარე, რაც პერევისაში მიმდინარეობს ეს მანგანეზის მოპოვება ჯორჯიან მანგანეზისგან, არადამაკმაყოფილებლად შევაფასებ, იმიტომ რომ ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს. რო ვთქვათ, სულთა ამ სიტყვის მნიშვნელობით ბარბაროსული მოქმედება მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, მადნის ამოღების თხოვნით მათ ორმა ადგილობრივმა მცხოვრებმა მიმართა, რომელთაგან ერთმა საკუთრების დამადასტურებელი საბუთი წარადგინა. თუმცა როგორც სოფლის მოსახლეობა აცხადებს, გზა სადაც მადნის ამოღება დაიწყეს, სახელმწიფო საკუთრებაა. იყო ჩვენთან ჩამოსული რამოდენიმე ადამიანი, რომელთანაც შეთანხმდა, რომელმაც წარმოადგენს თავისი საკუთრების მოწმობა, მოხდა მის პიროვნებებთან შეთანხმება და მის შემდეგ დაიწყო მუშაობა. არა, ეხლა რომ ამოვედით, აქ სულ სხვა სიტუაცია გაერგვა. აქ ხალხის მოთხოვნა არის სულ სხვა და იმ ადამიანების მოთხოვნა იყო სულ სხვა. იმათმა საკუთრების ცნობა წარმოადგენეს აი ამ ადგილის და მის შემდეგ დაიწყო აქ მუშაობა. ეხლა გავარკვიეთ ჩვენ რომ აქ მოსახლეობას სხვა მოთხოვნები აქვს, გავაჩერებთ სამუშაოებს, დავაკმაყოფილებთ ხალხის მოთხოვნებს და მის შემდეგ გავაგრძელებთ სამთო სამუშაოებს. ვინ იყვნენ ჩამოსული ადგილობრივები? ადგილობრივები ერთი არის არ ყოფილა ნამდვილად სახელმწიფოსი და რატომ უნდა მიიწევს ვიღაცა კერძო პირმა. მოსახლეობის პროტესტის გამო საავტომობილო გზაზე მადნის ამოღება შეწყდა. ეს გზა ფუჭდება ისე რომ აქ გავლა უკვე შეუძლებელია. ამის გამო ჩვენ გავხდით იძულებული რომ ჩამოსულიყავით და გამოგვეხატება ჩვენი პროტესტი. როდის დაიწყეს აი ამის? დაიწყეს გუშინ დაიწყეს და დღეს უკვე გამოხატეთ ამის შესახებ პროტესტი. გზა რომელსაც ჩვენ ხმარობთ სასიარულოდ და უნდა სამგზავროდ და სასტრაფოც უნდა მოვიდეს და სახა ტაქსი სულ ყველაფერი იმ გზას გვინგრემდა ვინ ენგრევს არ ვიცი. იმ შემთხვევაში თუ გზა გაკეთდება ნორმალური და სტაბილური გზა იქნება შულა ამ შემთხვევაში ჩვენ არა ვართ მტრები არც მუშის არც დირექციის ამ შემთხვევაში გაიწყება მუშაობა. თუ არა და ვერა. ჩაჩანიძეების უბანი სოფელ პერევისას ეკუთვნის და იქ 42 ოჯახი ცხოვრობს.